ჩვენ ახლა ვიმყოფებით კომპანია ბარაქას საცერ-სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც გადარგულია ესპანური კომპანია სემილას ფიტოს მიერ მოწოდებული ორი ახალი ნესვის ჰიბრიდი კანტალუპეს ტიპები. ამ ტიპის ნესვები უკვე ნელ-ნელა შემოდის საქართველოს ბაზარზე და უფრო ფართო მასებისთვის საინტერესო ხდება. კანტალუპეს ტიპის ნესვები, როგორც ვიცით, არის მაღალი სეგმენტის, როგორც სათესლე მასალით, ასევე გასაყიდ სარეალიზაციო ფასით გაცილებით მაღალია ვიდრე ანანასის ტიპის ნესვები. როგორც ხედავთ, მცენარის ბუჩქი საკმაოდ ძლიერია, ლამაზი არის სულ 3-4 კვირის გადარგული, დაწყებული გვაქვს უკვე ყვავილობა. ძალიან საინტერესო ნაყოფები ექნება. ეს არის ესპანური კომპანია სემილას ფიტოს ნესვი პიასი, რომელიც გამოირჩევა თავისი ძალიან ლამაზი ფორთოხლისფერი რბილობით და გარედან აქვს ოდნავ თეთრი შეფერილობა. ასევე ამ ნაკვეთში არის მეორე ჰიბრიდი გადარგული. ესეც კანტალუპეს ტიპია, ოდნავ განსხვავებული ტიპის, აქვს ლამაზი ზოლები გარეკანზე და აქვს ძალიან მაღალი შაქრის შემცველობა. ეს არის ნესვი რეგისი, რომელიც თავისი უხმოსავლიანობით გამოირჩევა და რა თქმა უნდა ეს ნესვები არის ფაქტიურად პორციული, 1 კილოგრამი, კილოგრამ-ნახევრის მასით, რომელიც ძალიან პოპულარულია დღეს საქართველოს ბაზარზე. ამავე ნაკვეთში არის გადარგული 3 ახალი საზამთროს ჰიბრიდი. აქედან ერთი არის Sugar Baby-ის ტიპის, ეს არის ესპანური კომპანია სემილას ფიტოს მიერ წარმოებული საზამთრო პერლა ნეგრა, რომელიც უკვე ლაგოდეხის რაიონისთვის ცნობილია და უკვე პოპულარობას ძალიან კარგად მოიხვეჭა ამ საზამთრომ. არის ძალიან ტკბილი, მაღალი ბრიქსით, მაღალი შაქრის შემცველობით. ასევე ამ ნაკვეთში არის წარმოდგენილი Unigen Genetics-ის მიერ მოწოდებული ახალი Crimson Sweet-ის ტიპის საზამთრო, რომელიც გამოირჩევა თავისი მსხვილი ნაყოფით. როგორც ჩვენთან ლაგოდეხის რაიონში, ასევე მთელ საქართველოში ჯერჯერობით მაინც პოპულარულია მსხვილი საზამთრო, რომელიც არის დაახლოებით 12 კილოგრამიდან ზევით, შესაძლებელია 15-18 კილოგრამამდე. ამ საზამთროს აქვს ამის პოტენციალი და მე მინდა თქვენთან ერთად დავაკვირდე ეტაპობრივად მივიღოთ ინფორმაცია ამ საზამთროს განვითარებასთან დაკავშირებით.